ეთერშია მთავარი ცხრაზე. ბადა იაკობაშვილთან და ტიკო ჯოჯოასთან ერთად. მთავარი არხის გუნდი წარმოგიდგენთ. ირაკლი ღარიბაშვილის არაადეკვატურობის ახალი პიკი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტარებს შეურაცხყოფას აყენებს. არც ფოტიგა, არც არავინ, არც კუბილიუსი და არც არავინ ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენს. C ვიტამინის ინექცია გრიპის ვაქცინის ნაცვლად. ვინ დაგეგმა და განახორციელა სამედიცინო თაღლითობა გოგელიას კლინიკაში. მოუთხოვეთ რომ ეჩვენებინა ამპულა, მან გაუგებარი პასუხი გაგვცა, ამან წარმოშვა პირველი ეჭვი. ოპოზიციის შემაჯამებელი პოლიტიკური განაცხადი მეორე ტურის წინ. თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და მისი თანაგუნდელების საერთო შეჯერებული გზავნილებით კიდევ ერთხელ მიმართავენ ამორჩეულს. წინასაარჩევნო პროგრამა და გუნდი, რომელიც ამ განაცხადს შეასრულებს. რას ნიშნავს უკვე გახმაურებული დაპირებები სკოლაში, კვებაზე, სტუდენტების და პენსიონერების დაფინანსებაზე და როგორ გადანაწილდება საპასუხისმგებლო პოსტები თბილისის მერიაში ნიკა მელიას გამარჯვების შემდეგ. ამ წუთებში ოპოზიციის კანდიდატი გუნდს და პროგრამას წარადგენს პრეზენტაციას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ძვირფას ტელემაყურებლებს, ჩვენს მეგობრებს, დამცველ საზოგადოებას დიდი პატივისცემითა და მოწიწებით და დღეს მე მინდა მეგობრებთან ერთად ვისაუბრო და ვესაუბრო თბილისელებს. ვესაუბრო თბილისელებს იმ ხედვებთან დაკავშირებით თუ როგორ ვაპირებთ თბილისის სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა თვალსაზრისით ძიმე მდგომარეობიდან გამოყვანას. როგორია ჩემი ხედვა თბილისის განვითარებასა და კეთილდღეობის შესახებ. ვესაუბროთ თბილისელებს იმასთან დაკავშირებით თუ რომელი პრობლემა მიმაჩნია ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვნად და როგორ ვხედავ ამ პრობლემების გადაწყვეტილების გზებს. მაგრამ სულ თავში ახლა ვიდრე ვსაუბრობ, სულ დასაწყისში მინდა ვთქვა გუწველ და პირდაპირ ის რაც ძალიან გული და სულით მინდა გითხრათ ძვირფასო თბილისელებო. ჩემთვის თბილისი იყო, არის და იქნება პოლიტიკაზე მეტი. ჩემთვის თბილისი არის, იყო და იქნება განსაკუთრებით პარტიულ პოლიტიკაზე მეტი. და ეს ემოცია მე არ დამეუფლა სულ რამდენიმე თვის წლების წინ. ეს დამოკიდებულება მე არ გამიჩნდა თბილისთან მიმართებაში სულ ახლა ხანს. მიხარია რომ რაც ცნობილი ცხოვრება დავიწყე ჩემ მშობლიურ ქალაქში, ეს ემოცია სულ თან მაქვს და ეს დამოკიდებულება მაქვს ამ ძვირფას ქალაქთან მიმართებაში და ჩემს მეგობრებთან ერთად ასლი ამ სულისკვეთებით, ამ ემოციით, ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ მომდენო წლებშიც. იცით რა არის? განსხვავებული დღეა. ნამდვილად განსხვავებული დღეა ჩემთვისაც კი, როგორც პოლიტიკოსისთვის, როგორც ადამიანისთვის, ვინც ამ პოლიტიკურ პროცესში წლების განმავლობაში არის ჩართული მეგობრებთან ერთად, სხვა პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. მე არ მიმიღია მონაწილეობა მსგავს ღონისძიებაში, რიგით უბრალოდ დამსწრე საზოგადოების წევრადაც, სადაც მრავალფეროვნება გამოჩნდებოდა, სადაც ჩანდა მრავალფეროვნება. მიმიღია ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ იქ იყო ერთი ფერი ძირითადად, იშვიათი გამონაკლისის გარდა. მე დღეს სურს თბილისელებს, თქვენ ძვირფასო მაყურებლებო, წარმოგიდგინოთ გადაჭრაბების გარეშე ისტორიაში პირველად, ჯერ მოდით სიმართლე ვთქვათ, გუნდი თბილისის მთავრობის, აი წინასწარ და პირველად ისტორიაში კოალიციური გუნდი. თელმა თბილისმა, თითოეულმა თბილისელმა დაინახოს ვინ მოდის ადგილობრივ დონეზე ხელისუფლებაში. ვინ იქნება ის ადამიანი, ვინ იქნება ის გუნდი, რა ადამიანებით დაკომპლექტებული იქნება გაერთიანებული კოალიციური გუნდი, რომელიც უნდა გახდეს არა პატრონი თბილისისა და თბილისელების, არამედ საუკეთესო პარტნიორი. დიახ, ეს არის ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. რთული იყო ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა, არ იყო ადვილი. თუ რამდენად არის ეს ისტორიული დღე, რამდენად განსხვავებული და უნიკალური, სულ რამდენიმე წუთში თავად განსაჯეთ ძვირფასო საზოგადოებამ, ჩემი წარმოდგენები გადაჭარბებული ხომ არ არის თუ ნამდვილად შესატყვისება ჩემს ემოციებს. მე ზუსტად ვიცი, რომ დედაქალაქში უამრავი პრობლემაა. მიმიშავია დედაქალაქის მერიის სისტემაში ვიყავი
წელიწადახევრის განმავლობაში ერთ-ერთი თული რაიონის გამგებელი, ძველი თბილისის გამგებელი და უშუალოდ მაქვს ნანახი, რასთან უწევს გამკლავება რიგით თბილისს. მაგრამ ყველა პრობლემა იქნება ეს მასშტაბური თუ მცირე. მე მიმაჩნია, რომ საუკეთესო მექანიზმი ამ პრობლემების გადაწყვეტის არის მრავალფეროვნება და პოლიტიკური მრავალფეროვნება. იქ სადაც არის პოლიტიკური მრავალფეროვნება, მჯერა რომ გადაწყვეტილებები ყველაზე სწორი დაიბადება. დიახაც, სწორი გადაწყვეტილებები იბადება, როდესაც ურთიერთსაწინააღმდეგო აზრების შეჯერება ხდება. სწორი გადაწყვეტილება იბადება ცხარე კამათში, მაგრამ ურთიერთპატივისცემით. სწორი გადაწყვეტილება იბადება, რაც მთავარია ურთიერთ კონტროლით და ბალანსით. რაც მსგავსი არაფერი არ ყოფილა. არც ამ ხელისუფლების პირობებში და არც წინა ხელისუფლების პირობებში და არც იმის წინა ხელისუფლებებში. არასოდეს დედაქალაქის მერიაში თუ კი მოდიოდა გუნდი, მოდიოდა ერთპარტიულად, მოდიოდნენ მათ შორის, რა თქმა უნდა, კომპეტენტურები, კვალიფიციურები, პროფესიონალები, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ პარტიული ინტერესი ყოველთვის პრევალირებდა საზოგადო ინტერესს, ამ შემთხვევაში თბილისელების ინტერესს და ეს პრაქტიკამ დაადასტურა. და მივედით დიახაც იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შევიკრიბეთ ძალიან ბევრი და ვთქვით, რომ ხომ არ გავაკეთოთ ის, რაც მრავალი წელიწადია თელს თბილისს უნდა. იმ ქალაქს, სადაც მრავალფეროვნება არის საუკუნეების განმავლობაში, იმ ქალაქში, სადაც ბევრი განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს და იცხოვრებს. ხომ არ ვცეთ თბილისელებს იმდენად პატივი, რომ მათ დაინახონ დედაქალაქის მერიაშიც თავიანთი წარმომადგენელი და არა ერთი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები. და ჩვენ შევძველით ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა და ეს მახარებს ყველაზე მეტად. მე არ მინდა ეხლა ძალიან გამიგრძელდეს სიტყვა, ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო მომდენო დღეებში, ბევრი პრეზენტაცია ჩატარდება, თუ რას გეგმავს ეს არაჩვეულებრივი გუნდი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში წარსდგება თქვენს წინაშე, სხვადასხვა მიმართულებით, როგორია ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, როგორია სოციალური პოლიტიკა, როგორი არის ეკოლოგიური პოლიტიკა და სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრებთ, იმ ადამიანებთან ერთად ვისაუბრებთ. მეც უკვე ვინც იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულ მიმართულებაზე. მაგრამ ძვირფასო მეგობრებო, მინდა გითხრათ ერთი რამ. მე გამარჯვების შემდეგ, მას შემდეგ რაც 30 ოქტომბერს და მჯერა, რომ თბილისი ხარს დაუჭერს მრავალფეროვნებას, დიახაც ვალდებული ვარ, რომ ვიყო პირნათელი თბილისელებთან მიმართებაში და ჯერა რომ სწორნაბიჯ გადავდგამ, თუ მე აღარ დავიკავებ პარტიულ მაღალ თანამდებობას ნაციონალურ მოძრაობაში და გამარჯვების შემდეგ მე პარტია ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარეობას აღარ ვაპირებ. უნებრივია დარჩები რიგით პარტიის წევრად, მაგრამ პარტია ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარეობას აღარ ვაპირებ და რატომ? იმიტომ რომ არ ამგონია სწორი იყოს, შენ იყო 1,5 ქალაქის არჩეული დედაქალაქის მერი და დღის განმავლობაში ერთის მხრივ ატარებდი მთავრობის სხდომას დედაქალაქის მერიაში და მეორეს მხრივ შენ დღის სხვა პერიოდში ატარებდე საკუთარ პარტიაში თათბირს. მე მეშინია, რომ პარალელურად ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა თუ კი მექნება დაკავებული, მე თბილისელებთან მიმართებაში არ ვიქნები გულახდილი. ამიტომ განსაკუთრებით, როდესაც კოალიციური გუნდით წარვდგებით. ამიტომ მინდა ეხლა მთელმა თბილისმა, განსაკუთრებით პარტია ნაციონალურ მოძრაობის წევრებმა, მათმა ამორჩევლებმა, უშემატკივრებმა სწორად გამიგონ. მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელი მაქვს და ამას მე გავაკეთებ, მაგრამ რჩები, რა თქმა უნდა, გულანთებული ისევე როგორც ვარ ახლა მრავალი წლის განმავლობაში ვიქნები თქვენი გუნდის წევრი, მაგრამ მანამ სანამ ვიქნები მე დედაქალაქის მერი, მე ორ თანამდებობას, ორ პოზიციას ერთდროულად ნამდვილად არ დავიკავებ. ახლა კი მინდა მე თქვენ წარმოგიდგინოთ გუნდი, რომელიც არ ყოლია დედაქალაქს. მსგავსი შემადგენლობით გუნდი დედაქალაქის მთავრობას არ ყოლია. და ეს არის საწინდარი ამ ქალაქის განვითარებისა. ეს არის საწინდარი იმისა, რომ ყველა ჩათვლის
მერე რა რომ მე რომელიმე პოლიტიკური პარტია არ მომწონს, არ იმპონირებს, მაგრამ შეხედეთ მართლაც ოპოზიციურმა სპექტრმა მოახერხა და გაერთიანდა ახლა წინა საარჩევნო კამპანიაში. დიახაც, წინა საარჩევნო კამპანიაში ჩემი და ჩემი მეგობრების, რომელსაც თქვენ ახლა მალე იხილავთ, ჩვენი ინტერესი არის მხოლოდ და მხოლოდ თბილისი. დიახაც, ჩვენ შევიკრიბეთ და შევკრიბეთ მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც არიან გამორჩეული თავიანთი პროფესიონალიზმით. ჩვენ არაფერი სხვა არ გვინდა გარდა თბილისელებს მოვემსახუროთ. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ზიზღის კამპანიაში გადართულები თავით ისევე როგორც ჩემი ოპონენტი, ჩემ და გასაკვირათაც არ დაგიმალავთ. გადაიშვა თავიდან ბოლომდე თხემი ტელეფონზე ზიზღის კამპანიაში, რატომ ეს დღესაც ჩემთვის ამოცანად რჩება. ჩვენ გვინდა გამოწვევებს ვუპასუხოთ. გამოწვევებს ვუპასუხოთ და რამდენად ვუპასუხეთ უკვე ამ ეტაპზე ჩვენ გამოწვევებს, თავად განსაჯეთ. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომლის თბილისელების გვერდში დგომა მე როგორც ერთ თბილისელს ამ ქალაქში დაბადებულ რიგით ადამიანს მაძლიერებს, არა როგორც პოლიტიკოს, არამედ უბრალოდ დიახაც, აი ჭონქაძის ქუჩაზე დაბადებულს და გაზრდილს, რომელსაც უნდა თბილისი დაინახოს განვითარებული, თბილისში იყოს ცხოვრების სტანდარტი მაღალი, თბილისში იყოს ინვესტიციების შემოდინება, თბილისში 10,000-ობით და 100,000-ობით სამუშაო ადგილი იქნებოდეს. თბილისში ბევრი ლაგი და ბედნიერი ადამიანი ცხოვრობდეს. აი ესეთი თბილისი მინდა მე როგორც ერთ თბილისელს ვიხილო. და ამ ყველაფერს ხო სჭირდება რომ ღუმელთან, დიახაც, ღუმელთან იყოს მისული სწორი გამოცდილი საკუთარ წარმატებაზე უკვე ემპირიულად განსწრებული ადამიანი, ვინც დარწმუნდა რომ მას გამოუვიდა უკვე ეს ყველაფერი. მან ბევრი ეცადა და გააკეთა. და არაფერი დასამტკიცებელი მას უკვე ჩვენთან აღარ აქვს. უბრალოდ დღეიდან მას ჩვენთან ერთად ექნება კიდევ უფრო მეტი პასუხისგებლობა და გამოწვევა 1,5 მილიონი თბილისელის წინაშე. ადამიანი, რომელიც ბევრისთვის ალბათ ახლა სიურპრიზი იქნება, რომ იქნება ავანგარდში ამ ბრძოლის დედაქალაქის მთავრობის რიგებში წარმოდგენილი და იბრძოლებს ჩვენი შვილებისა და ღვთოვანი ადამიანების კეთილდღეობისთვის. მე მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი და ძალიან მალე თბილისის მერის მოადგილე, თქვენი პარტნიორი, საუკეთესო თქვენი მეგობარი და თქვენი არ ვიცი საუკეთესო მეზობელი, ჭუნვარი ადამიანი, ვინც ყველაფერს გააკეთეს, რომ ჩვენი ცხოვრების სტანდარტი შეიცვალოს და ამაღლდეს. მამუკა ხაზარაძე. წარდგენისთვის მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გვაქვს ჩვენ უნიკალური შანსი, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი მოწოდება ცხოვრებაში არის საქმის კეთება და საქმეს ვაკეთებდი ყოველთვის და განსაკუთრებით იმ საქმეს მთელი გულით, რომელიც ჩემ ქვეყანას ეხებოდა. და არასდროს არ მეფიქრია საიდან გავაკეთებდი ამ საქმეს და სწორედ აი ამიტომ ვდგავარ მე დღეს აქ, იმიტომ რომ დღეს არის უნიკალური შანსი თითოეულმა ჩვენთაგანმა გავაკეთოთ ის საქმე, რაც ჭირდება ჩვენ ქალაქს და ჩვენ თბილისს. მე მინდა გითხრათ, რომ ქვეყანა დღეს კრიზისშია და ამ კრიზისიდან გამოსავალი არის ერთადერთი, ეს არის კოალიციური მმართველობა. კოალიციური მმართველობა, რომელიც ნიშნავს დემოკრატიულ ევროპული ტიპის მმართველობას. ერთპარტიული მმართველობა, ეს არის რუსული ტიპის მმართველობა. 30 წლიანი პოსტსაბჭოთა გამოცდილებაში და ცხოვრებაში ჩვენ დღეს გვაქვს უნიკალური შანსი, რომ სხვადასხვა პარტიებმა, რომელთა პროგრამები, რომელთა ხედვები ბევრ რამეში არ ემთხვევა ერთმანეთს და არც არის აუცილებელი რომ დაემთხვეს. მაგრამ მათი მიზანი, რომ ეს ქვეყანა და ეს ქალაქი იყოს უკეთესი და გამარჯვებული, ეს მე მგონი ყველა საერთო გვაქვს. კოალიციაში ჩემი ყოფნა, ჩემ თანაგუნდელებთან ერთად ნიშნავს, რომ ბევრ რამეზე ჩვენ თანხმობა არ გვაქვს, მაგრამ უმეტეს საკითხში ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გავაკეთოთ და როგორ გამოვიყვანოთ ეს ქალაქი და ეს ქვეყანა
ამ მდგომარეობიდან. კოალიცია ნიშნავს თანამშრომლობას, მაგრამ ამავე დროს ნიშნავს ურთიერთ კონტროლს. და სწორედ ეს მექანიზმი არის იმის დასამარცხებლად, რაც ქვია გამეფებული კორუფცია და ნეპოტიზმი ამ ქვეყანაში, რომელმაც დაამუხრუჭა და გააჩერა ჩვენი ქვეყანა. მე მინდა გითხრათ, რომ ლელო ამ გაერთიანებაში, ამ კოალიციაში შემოდის თავისი საკმაოდ სერიოზული წვლილით. ეს არის ჩვენი საკმაოდ სერიოზული მარშალის გეგმა თბილისისთვის და ის პროფესიონალები, რომლებიც დაიკავებენ გამარჯვების შემთხვევაში იმ ადგილებს, რომელთა იმედით და პროფესიონალიზმით ეს პროგრამა განხორციელდება, რა თქმა უნდა ჩვენ თანაკოალიციის წევრებთან ერთად და მე მინდა მადლობა გადაუხადო კოალიციის ყველა წევრს, რომ მათ გაიზიარეს ეს ხედვა, დაეთანხმნენ უმეტეს ნაწილს და სწორედ აი ესეთი შემართებით დავიწყებთ ჩვენ ამ პირველივე დღიდანვე დავიწყებთ ცვლილებებს, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტული ადამიანისთვის, რომ თითოეულმა თბილისელმა იგრძნოს შედეგი კოალიციის სიკეთისა და თბილისის მაგალითი, აი ესეთი მოდელი უნდა იყოს გადამდები ყველა ქალაქისთვის, სადაც მეორადი არჩევნები ტარდება. მე მინდა ყველამ აიღოს ეს მაგალითი და ეს იმპულსი, რომელიც თბილისში დაიწყო. ჩვენ გვინდა რომ ორიენტაცია გავაკეთოთ ხვალინდელ დღეზე, შემოვიტანოთ ახალი სტანდარტი ურთიერთობის, პატივისცემის, პოლიტიკური დიალოგის და დისკუსიის, პროგრამებით ჭიდილის, სუფთა ხელებით საქმის კეთების, ახალგაზრდების წინ წამოწევის, არაახალგაზრდების და პროფესიონალების წინ წამოწევის. აქვე მინდა გითხრათ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს ქართულ ოცნებას წარმოადგენს და მერიაში ან სამსახურებში მუშაობენ, ყველა ის პროფესიონალი და სუფთა ადამიანი შეინარჩუნებს თავის ადგილს. იმიტომ რომ ჩვენ აქ არ მოდივართ იმისათვის, რომ ვიღაცა გავრეკოთ და ვიღაცა შემოვიდეს. ჩვენ ერთი ქვეყანა გვაქვს, ერთი ქალაქი გვაქვს და ეს ქალაქი უნდა ვაშენოთ ერთად. და ბოლოს, ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს დღეს, როგორც არასდროს, გვევალება, რომ ვიყოთ რიგითი ჯარისკაცები. რიგითი ჯარისკაცები. მე მოუწოდებ მთელ თბილისელებს, მთელ მოსახლეობას, მთელ საქართველოს, რომ გადამწყვეტი მომენტი დგება. გადამწყვეტი მომენტი დგება, რომ სახლებიდან უნდა გამოვიდეთ, მივიდეთ საარჩევნო უბანზე და მივცეთ ცვლილებებს და განსხვავებას ხმა. აი ეს იქნება ქვეყნის შემოტრიალება, ეს იქნება გამარჯვების დაწყება. წარმატება კოალიციას და დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა მამუკა. ნამდვილად იცით, ასევე გულახდილად მინდა თქვა, ჩვენი ამბიცია, ჩვენი სურვილი არ არის, რომ თბილისელებს ყოფდეთ. ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ თბილისი პრივილეგირებულებით და არაპრივილეგირებულებით დასახლებული. ჩვენ არ გვინდა თბილისი დავყოთ ჩვენიანებად და სხვებად. ჩვენ არ გვინდა კოალიციურ გუნდს, არც ერთ ჩვენგანს, ბევრი ვისაუბრეთ ამ დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით. არ გვინდა თბილისი დავყოთ და დაიყოს თბილისი ცენტრალურ უბნებად და გარეუბნებად. დიახ, ჩვენ არ გვინდა თბილისის სამსახურები და არა ხაზგასმით ვამბობ, განგებთ, არა თბილისის მერიის სამსახურები. თბილისის სამსახურები, ის სამსახურები, რომლებიც თბილისელების მართლაც სამსახურში უნდა იდგნენ, ვაქციოთ რომელიმე ცალკე აღებული ერთი პოლიტიკური პარტიის ან ყველა პოლიტიკური პარტიის დასაქმების ბიუროთ. რა სამწუხარო რეალობაც ახლა ჩვენ გვაქვს, ვიდრე ვსაუბრობთ. ეს ხომ ასია, ჩვენ ხომ ამას არ ვიგონებთ. ეს ყველაფერი შესაძლებელია და ეს ვერ შეიცვლება. თუ ერთპარტიული მმართველობა ჩანაცვლდება მეორე ერთპარტიული მმართველობით, ეს ჩვენ ბევრჯერ გვაქვს ნანახი და არ ამართლებს. შეიძლება საწყის ეტაპზე არ ამართლებდეს, ხო? 3 თვე, 4 თვე, 5 თვე, მაგრამ აუცილებლად ვერ და არ გაამართლებს. ჩვენ ისთვის გვაქვს ცოდნა, გამოცდილება, ჭკუა ხო რომ სწორი ანალიზი გავაკეთოთ და სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს. კი ბატონო, ჩვენ ნაციონალ-მოძრაობა ძალიან დიდი პოლიტიკური გაერთიანება ვართ, მაგრამ გარდამავალ ეტაპზე მინიმუმ მაშინ როდესაც ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემები პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც არის სერიოზული პრობლემები პროკურატურაში, აშენდა ასე შემაშენებით, სჭირდება დაბალანსებული გუნდი ქვეყნის დედაქალაქის მმართველობაში, რომ შევძლოთ ამ ეტაპზე საჭირო რეფორმების გატარება, რომ მერე ამის შემდეგ ვინც არ უნდა მოვიდეს, თუნდაც ერთპარტიულ მმართველობით, ხომ, ვერაფერს ვერ დაუშავებს, ვერც საკუთარ თავს და ვერც საკუთარ თანამოქალაქეს. იცით,
პირადი წმენის საკითხია, მამუკა, პირადი წმენის საკითხია, ძვირფასო მეგობრებო, ეხა ადამიანები დაიჯერებენ, თუ არ დაიჯერებენ, რომ ჩვენ არ და ვერასოდეს ჩავერთვებით კორუფციულ სქემებში და ვერასოდეს ვიმოქმედებთ თბილისელების ინტერესების საზიანოდ. მე გაწუნოთ, ეს ასე იქნება განსაკუთრებით კოალიციური მმართველობის ფარგლებში, მაგრამ სიტყვიერი დაპირებების გარდა ჩვენ ახლა დღეს უკვე გთავაზობთ კონკრეტულ მექანიზმს, რომელიც არა უბრალოდ პრაქტიკულად, მთლიანად თავიდან ბოლომდე გამორიცხავს, რომ კორუფციული სქემები შეიქმნას და მერე განვითარდეს დედაქალაქის მერიაში. და რა არის ამისი საუკეთესო გარანტია და პრევენციული მექანიზმი? კოალიციური მმართველობა. ის მმართველობა, რომელიც ახლა უკვე წინასაარჩევნოდ, არჩევნებამდე 10 დღით ადრე თელმა თბილისმა და საქართველოს გაიგო, რომ შედგა. ახლა კი მინდა მე წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის, კოალიციური გუნდის, ასევე ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც ბოლო წლებში ასაც გიგანტური ნაბიჯი გადადგა ურთულოდ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში და მიაღწია უკვე დიდ წარმატებებს საკუთარ თანაგუნდელებთან და მეგობრებთან ერთად. ეს არის ადამიანი, რომელიც განსხვავდება ბევრისგან, განსხვავდება ჩემსგანაც, განსხვავდება მამუკასგან. ბევრი თვალსაზრისით თუ რას გულისხმობ, აი ახლა იხილავთ. განსხვავდება მათ შორის იმითაც, რომ ამ ადამიანს ყავს ყველაზე მაღალი და ყველაზე ბევრი ხარდაჭერა აქვს და ყავს ხარდაჭერი ახალგაზრდებში. ახალგაზრდებში, რომლებიც არიან დიახ, ჩვენი მომავალი, ნათელი მომავალი, რომლისთვისაც ჩვენ ყველამ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მათ უხაროდეთ თბილისში ცხოვრება, თბილისში დასაქმება და თბილისში ანაზღაურების მოპოვება. ვინ არის ეს ადამიანი? ზურა გილჩი ჯაფარიძე. დედაქალაქის მერის მოადგილე. ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ რამეს გააკეთებს ჩვენთან ერთად თბილისელებს. მოგესალმებით ყველას, მადლობა ყველას მოგზაურობისთვის. მეც ორ სიტყვას გეტყვით, მე რატო ვარ აქ. ბევრი რაღაცები უკვე ითქვა, რასაც ვეთანხმები. მეც მჯერა, რომ საბოლოო ჯამში ამ ქვეყნის მომავალი არის კოალიციურ მთავრობაში. ჯერა, რომ საბოლოო ჯამში check and balance რაღაც სისტემა გვჭირდება, სადაც განსხვავებული ხედვების მქონე რაღაც ჯგუფები, რომელთა უკანას დგას ამორჩევლები, ერთმანეთს დააბალანსებენ. და მათ შორის ეს გონია წამალი ბევრი პრობლემების, რომელიც აქ დასახელდა, იქნება ეს ნეპოტიზმი, თუ იქნება ეს კორუფცია. და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისევ როგორც სულად ვეთანხმები ნიკას, რომ ამის დემონსტრირება, რომ ამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დღეს უკვე არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელსაც შესწევთ ამის უნარი, რომ კომპრომისების გზით იარონ წინ, მეც გონია პრინციპულად მნიშვნელოვანი არჩევნებამდე. და ეს არ არის მნიშვნელოვანი მარტო ქართული საზოგადოებისთვის, ამ კითხვებს ხშირად გვისაუბრებთ ხოლმე ჩვენი დასავლელი მეგობრები, როდესაც ხვდებიან. ერთ-ერთი მთავარი კითხვა ეგ არის ხოლმე, რომ არსებობს თუ არა ოპოზიციურ ფლანგზე რესურსი, რომ რაღაცეებზე შეთანხმდეთ. იმდენად განსხვავებულები ხარ და იმდენად ჭრელია ეს საზოგადოება, შეგიძლიათ თუ არა რომ რაღაცეებზე მოილაპარაკოთ. ამიტომ ჩემი ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე ვარ აქ, არის ის, რომ მეც მჯერა, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის კოალიციური მთავრობის და ამის პირველი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას თბილისში. მეორე მიზეზი, რაც ჩემთვის არანაკლებ თუ არა უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე ამ ბრძოლას, რაშიც ეხლა ვარ ჩვენ, არ უყურებ ბრძოლას როგორც ბრძოლას მარტო თბილისისთვის. ჩემთვის ეს არის ტრამპლინი იმისათვის, რომ ჩვენ თბილისი მოვიგოთ დედაქალაქი და ამის შემდეგ მოვიგოთ ცენტრალური ხელისუფლება. რომ საბოლოო ჯამში ეს ხელისუფლება შეიცვალოს და ამ ქვეყანას მიეცეს განვითარების შანსი. ესე უყურებ მე ამას და ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მე აქ ვდგავარ. მე ვარ ადამიანი და ეს პირველ რიგში მინდა ჩემ ხარდამჭერებს, ამ პოტენციურ ხარდაჭერებს უთხრა ეხლა რასაც ვიტყვი. და წლებია ისინი მიყურებენ, რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ. მე მჯერა თავისუფლების. გონია რომ ზუსტად მესმის და სწორად მესმის თავისუფლება რა არის, და ბევრი სხვადასხვანაირი გაგება არსებობს. მეტიც მესმის როგორ მუშაობს თავისუფლება საზოგადოებაში და რატომ არის რომ თავისუფალი საზოგადოებები აღწევენ წარმატებას და პროგრესს და რატომ არის რომ დღეს დედამიწაზე ის ქვეყნები რომლებიც არიან წარმატებული და განვითარებული მათ აქვთ ხანგრძლივი თავისუფალი საზოგადოების ისტორია და პირიქით ქვეყნები რომლებიც არ არიან წარმატებულები ისინი მათი ისტორია მეტწილად არის დაფუძნებული შეზღუდულ ან საერთოდ რაღაცა შეზღუდულ თავისუფლებაზე ან მონურ საზოგადოებაში. ჩვენ სამწუხაროდ მოვდივართ ეგეთი წარსულიდან. ჩვენ მოვდივართ საზოგადოებისგან სადაც თავისუფლება არ არსებობდა. საბჭოთა კავშირიდან სადაც
სადაც სახელმწიფოსგან თუ რაღაცა რა ვიცი ბოროტების იმპერიისგან რომელიც თავიდან ბოლომდე იდგა ადამიანის მონობაზე. მე მგონი ამ ქვეყნის გამოსავალი არის ერთადერთი გამოსავალი თან რაღაცა 17 გზა არ მჯერა რომ არსებობს საიდანაც უნდა ავარჩიოთ. ერთადერთი გზა არის საბოლოო ჯამში მეტი თავისუფლება და ეს სლოგანი გვაქვს ჩვენ პარტიის სახელში გიჩი მეტი თავისუფლება. ხო და რატო ვარ აქ? იმიტომ რომ ეს თავისუფლება საბოლოო ჯამში რაღაც კონკრეტულ რაღაცეებში აისახება რა. მე მჯერა რომ გადასახადები უნდა იყოს დაბალი. რაც უფრო მეტ ფულს გართვეს თავრობა, მით უფრო შეზღუდულია შენი თავისუფლება. რასაც ვუყურებ ბოლო 9 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლების პირობებში, თუ კი სადმე რამე შანსი იყო და კანონით არ იყო აკრძალული გადასახადების გაზრდა, ყველგან გაზარდეს გადასახადები. ანუ უფრო მეტ ფულს გვართმევენ, ჩვენ შექმნილ დოლარს გვართმევენ და მე თვითონ ჭამენ. ანუ უფრო მეტი თავისუფლება წამართვეს ამ შემთხვევაში. მე მჯერა რომ მთავრობა არ უნდა იღებდეს ვალს, ან ცოტა ვალს უნდა იღებდეს. და იმიტომ ვალი არის ის რაც მე ჩემმა შვილებმა მომავალში უნდა გადაიხადონ. მე ვთქვი რომ მორალური უფლება არ აქვს არც ერთ მთავრობას რომ ისე რომ შვილებს არც კითხოს დღეს აიღოს ვალი რომელიც მე იმათ უნდა გაისტოვრო. ამ ხელისუფლების პირობებში ამ 9 წლის განმავლობაში ვალი 10 და კრიტიკულ ზღვარ 60% და 65%-ზე მეტი არის და იღებენ, ამატებენ. მეტიც ან ვალის აღება, გადასახადების აკრეფა და ეს ფული საბოლოო ჯამში ამათვის გადაიქცა ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმად. და მე ეს მაგალითი ხშირად მომყავს ხოლმე რომ შარშან თავარი ამბავი არჩევნებთან მიმართებაში ის კი არ იყო რომ მარტო რაღაცა ბიულეტენები გააყალბეს და რაღაცები. თავარი ამბავი იყო დიდი პოლიტიკური კორუფციული სქემა რომ შარშანმა დახარჯეს 3 მილიარდი ლარით მეტი კრიზისს უწევს ვიდრე შარშან წინ. ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური კორუფცია. მათ იყიდეს არჩევნები, ანუ აიღეს 7 მილიარდ ნახევარი ვალი და იქიდან 3 მილიარდ მეტი დახარჯეს ვიდრე არა კრიზისულ წელს. მე მჯერა რომ ბიუროკრატია უნდა იყოს პატარა და ეფექტური და მთავრობის ფუნქციები უნდა იყოს გაჩება შეზღუდული. ამ ხელისუფლების პირობებში ბიუროკრატია ჯამში რომ დათვალოთ საჯარო მოხელეები, სიპებში და აიპებში დასაქმებულები, სახელმწიფო კომპანიებში დასაქმებულები, ჯამში ადიხა სადღაც შევა უკვე 9 მილიონამდე იყოს ასული. ეგ არის წარმოუდგენელი რაღაცა. აუ შეუძლებელია ჩვენი ეკონომიკა განვითარდეს და ჩვენ გამდიდდეთ, მანამ სანამ ამხელა ბიუროკრატია აზის იმ მცირე რაოდენობის ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყანაში ქმნიან დოლარს. მე მჯერა რომ ადამიანს უნდა კონდეს არჩევანი თავისუფალი, რომელ ფულს გამოიყენებს და მჯერა რომ სახელმწიფოს არ უნდა კონდეს უფლება რომ განკარგოს რა ფულს გამოიყენებ და ამ ფულს რაც უნდა ის დამართოს. ამ ხელისუფლების პირობებში ჯამში ბოლო წლების განმავლობაში ფასები არის ბოლო წლების რაც მოვიდნენ ხელისუფლებაში ფასები არის 50%-ით საშუალოდ გაზრდილი. რაც არის კატასტროფა, იგი იგივე ღლეტვა არის, ანუ ირიბი გადასახადე ჯიბიდან გვაცლიან ფულს, ისევ თითქოს არაფერი არ ხდება. ეს არის ჩემთვის თავარი ამბავი, ანუ ამ ხელისუფლების პირობებში 9 წლის განმავლობაში მე რაც მაინტერესა, სადაც ხედავ თავისუფლების შინაარსს ეკონომიკურ ჭრილში, ყველგან ჩვენ დავკარგეთ თავისუფლება. ანუ მეტი თავისუფლების მაგივრად წავედით ნაკლები თავისუფლებისკენ. საბოლოო ჯამში ეს არის უკან სვლა საბჭოთა საქართველოსკენ. ეს არის ერთ მხარეს, ჩემთვის მე რასაც უყურებ, ერთ მხარეს არის ეს თავისუფლების მუდმივი ნაბიჯ დაკარგვა, აქეთ მეორე მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება განსხვავებული ხედვები ქონდეს, არის შანსი, რომ ამ ჭაობში ჩაძირვა გავაჩეროთ და დავიწყოთ იქიდან თუნდაც ნელ-ნელა მაინც ამოსვლა. მე ვდგავარ აქ პირადად ამ შანსისთვის. ამის იმჯერა, რომ იქით ამის შანსი არ არის. ანუ იქით დაიჯერო, რომ ეხა ეს ხალხი შეიცვლება და რაღაცა სხვას გააკეთებენ გარდა იმისა, რომ ისევ ფული ხაჯონ, ისევ ვალები აიღონ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, გიჟი უნდა იყოს, ჩემს იდიოტი უნდა იყო, ან რომ თვას უნდა ხუჭავდე რაღაც სხვა მიზეზების გამო. არანაირი შანსი იქით არ არსებობს, იქით ჭაობია, რომელიც იძირები. აქეთ არის შანსი. მე ვდგავარ ამ შანსისთვის აქ ამ წუთში მაგისთვის, რომ ეს შანსი არ გავმაზოთ ყველამ ერთად. ესეთი შანსები ხშირად არ არის და ამ ხელისუფლების პირობებში ესეთი მნიშვნელოვანი შანსი როგორიც ეხა გვაქვს, არ გვაქვს. ამიტომ მეც იმით მინდა დავამთავრებოთ, რადგან მამუკამ თქვა, მადლობა მინდა გადაუხადო მართლა ყველას. მამუკას განსაკუთრებით, იმიტომ ჩემთვის მოულოდნელობა იყო, უნდა ვაღიარო, რომ ამ ერთობის ამბავში ჩვენ შეიძლება ეს ერთად აღმოჩენილიყავთ. მართლა ძალიან დიდი მადლობა გუწევდა. არა, ყველას ვინც კიდე ამოვა ამ სცენაზე, რომ რაღაცნაირად შევძელით იმის გადაბიჯება ბევრ რაღაცეებზე და იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთობა, შეგვიძლია კომპრომისების გზებით სიარული და საბოლოო ჯამში ჩვენ ამაში ვარ დარწმუნებული. შეგვიძლია ამ ქვეყნის შეცვლა უკეთესობისკენ და ამის დასაწყისია დღეს. მადლობა ყველას. ძალიან დიდი მადლობა მართლაც. ამ რეალობისთვის, რომელიც ახლა ჩვენ წინაშეა და მოხდა ისე, რომ ჩვენ ვართ თანამონაწილეები და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი თბილისელი ხარობს ამ მოულოდნელობით. აი, რაზეც ახლა მამუკა საუბრობდა, რაზეც ახლა საუბრობდა ზურა, გირჩი, ჩვენი მეგობარი. ჩანს, აქაც ჩანს, ხო, განსხვავებულები რომ ვართ. ხედვებში სხვა ფილოსოფია გვაქვს, მათ შორის ახლა გირჩთან მიმართებაში ახლა ეკონომიკური ფილოსოფია, მათ სხვა აქვს, ჩვენ სხვა გვაქვს მიდგომები, ხო, პარტია, ბევრი ვიდავთ. ვიჩხუბეთ, რა თქმა უნდა, რიტორიკულად.
თუ რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში გამარჯვების შემდეგ. გირჩა აქვს თავისი პროგრამა, ლელოსა აქვს თავისი კაფიოთ უკვე გაწერილი პროგრამა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვები, ჩვენი პროგრამა, სხვებს კიდე სხვა პროგრამის კომპონენტები აქვს, მაგრამ იცით, მაგრამ ვისარგებლებ შესაძლებლობით და ვიტყვი, მე როგორც არჩეული მერი, ჩვენი მეგობრები როგორც მთავრობის ჩვენ თითოეულჩვენგანი წევრები, ჩვენ მართლა გვინდა რომ ბევრი ხიდი ავაგოთ, ბევრი გზა დავაგოთ, ინვესტიციები მოვიზიდოთ, მაგრამ ამას ხო დაჭირდება გარკვეული პერიოდი, ამას 2 კვირაში და 3 კვირაში ვერ ვიზამთ. მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქალაქში, იმ ქვეყანაში, სადაც ბევრჯერ უკვე გავიგეთ და დავწმუნდით, რომ ჩვენს გარშემო ცხოვრობს 35% ბავშვებისა, მოსწავლეებისა, რომლებიც კვლევის თანახმადაც კი, კვლევა თუნდაც რა გვინდა, ეს ბავშვები ჩვენს გარშემო არიან. 35% მოსწავლეებისა, რომლებიც სკოლაში მიდიან და სახლებში ბრუნდებიან და შიმშილობენ. ისინი შიმშილობენ. და ეხლა ჩვენ ვიკამათეთ, ვიმსჯელეთ, განსაკუთრებით გირჩის ჩვენი მეგობრების ამორჩევლების და ხარდაჭერების საყურადღებოდ მინდა თქვა. მე ვიცი თქვენი მიდგომა, თქვენიც ჩვენი მიდგომა, მაგრამ შიდა პიროვნული კონფლიქტი მაქვს. ისე ჩვენ დავიწყოთ გზების დაგება. მაგრამ ვიცოდეთ რომ ამდენი ბავშვი შიმშილობს და მათ დახმარების ხელი გარდამავალ ეტაპზე მაინც არ გავუწოდოთ. არ გავაკეთოთ ის, რაც უნდა გავაკეთოთ და რაც გვევალება. ეს არ არის 2 და 3%, ხახტო 35% მოსწავლეებისა საჯარო სკოლებში არც მეტი და არც ნაკლები შიმშილობს. ამიტომ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ კონტროვერსიალური რაღაც ეტაპზე, გასაწყეს გასაგებია, მაგრამ იხარია რომ აი ეს შეგვიძლია ახლა და ეს პროგრამა საჯარო სკოლებში უფასო კვების უზრუნველყოფა იმუშავებს მანამ სანამ ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებაშიც არ მოვათ კოალიციურად ეკონომიკას არ გავაძლიერებთ და აღარ გვეყოლება შიერი ბავშვები. რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა მეტი ხიდი დავაგოთ და მეტი სხვა თანამედროვე პროექტი განახორციელოთ და მოდერნიზდეს თბილისის სწრაფად. ამიტომაც დიახაც 170 დღის განმავლობაში და ამდენი დღეა სწორედ წლის განმავლობაში, რასაც ატარებს თითოეული მოსწავლე საჯარო სკოლაში, მუნიციპალიტეტი დიახაც უზრუნველყოფს 180,000 მოსწავლის კვებას. უზრუნველყოფს და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. სანამ ჩვენზეა დამოკიდებული, თითოეულ თქვენზეა, თქვენ ხაზია დამოკიდებული ჩვენზე, ნაციონალურ მოძრაობაზე, ლელოზე, გირჩზე, გირჩელებზე, რაც უფრო სწრაფად ამოვალთ ამ ჭაობიდან და ჩვენს გარშემო მეზობლები არ გვეყოლებიან, რომლებსაც არ აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარ შვილს სკოლაში 3 ლარი გაატანოს ყოველდღიურად და მშივრები მიდიან და მოდიან, იქამდე გაგრძელდება. რაც უფრო მალე ჩვენ ეკონომიკურად განვითარდებით, მის უფრო სწრაფად ხარჯვითი ნაწილი დედაქალაქის ბიუჯეტის მიმართული იქნება სხვა პროექტების განსახორციელებად და მხოლოდ კორუფციული სქემების აღმოფხვრით, დიახაც, და ზოგადი და პოლიტიკური ოპტიმიზაციით არის შესაძლებელი და ვიზამთ ამას აუცილებლად ამ პროექტის განხორციელება. 80 მილიონი ლარი ჯდება, სოლიდური თანხა, მაგრამ ღირს რომ ჩვენი შვილები და ბავშვები შივრები არ დადიოდნენ. ეს არის და ეს. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ და მადლობა განსაკუთრებით გირჩ და გირჩელებს, იმიტომ ჩვენ ბევრი ვიკამათეთ, ბევრი ვიდავეთ, დისკუსია გქონდა და ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და ვთქვით, რომ კი ბატონო, ყველაფერი მოდით გავაკეთოთ, რომ მალე ეს ყველაფერი შევცვალოთ ქვეყნის თბილისის საკეთილ დღეოდ და ეს თანხები მიმართოთ სხვა პროექტებს. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, იცით, რომელიც ბევრ რამეს კიდე დამატებით უზრუნველყოფს თბილისის საკეთილ დღეოდ. აი გაგვიგია მე და მამუკო საუბრობდით, ზურა საუბრობდით და ადამიანი ვისაც ახლა თქვენ იხილავთ სცენაზე, რომ მერიაში ავრცელებენ ჭორებს, რომ იცით, თუ ჩვენ დავმარცხდით, იქნება საკადრო წმენდა. რა თქმა უნდა, არავინ, არც ერთი ჩვენგანი ამას არ ვაპირებთ. არ არსებობს კანდიდატი,
არასებობენ კანდიდატები, რომლებიც იტყვიან წინა საარჩევნო კამპანიაში, რომ დიახაც მე ჩვენ მოვდივართ დედაქალაქ ბერიაში, რომ თქვენ გაკაროთ 30,000-ი ხართ, 30,000-ს გაკრით და ჩვენ მოვალთ ახალი 30,000 ადამიანი. მაგრამ აი ეს შემადგენლობა, რომელიც აქ თავს იყრის, მეწუნეთ, რომც მინდოდეს სურვილი დაუყებელი რომც კონდეს არც მამუკა ხაზარაძე არც ზურაგიჩი ჯაფარიძე და განსაკუთრებით ადამიანი რომელსაც ახლა მე ვთხოვ რომ სენაზე ამოვიდეს ამას არ გამაკეთებიებს და ვერც გავაკეთებ ხახო ამით განსხვავდება ეს მოდელი მართვისა იმ მოდელიზე რომელიც დღემდე გქონდა და გვაქვს ადამიანი რომელიც გამორჩეული არის საკუთარი ენერგიით და ადამიანის უფლებების დაცვის განსაკუთრებით და არა მხოლოდ ადამიანი რომელიც არ ვიცი ბრძოლის წინახაზე მიდის ხოლმე ჩემზე ბრძოლის წინახაზე არის ხოლმე რიგითობით და ეს უშრეთი წყარო აქვს ენერგიის და მინდა მას უსურვო რომ არჩენილი იყოს ესეთი ენერგიული და კვალიფიციური და პროფესიონალი ადამიანი და მინდა ბევრი რომ აღარ ვისაუბრო სცენაზე ვთხოვო ელენე ხოშტარიას რომელიც ასევე იქნება დედაქალაქის მერის მოადგილე თბილისის მერის მოადგილე თქვენი არტნიორი და არა პარტნიორი პატრონი მართლა უცბად გეტყვით რომ ძალიან გახარებული ვარ და ამაყი ვარ აი ხა უსმენდი უყურებდი ჩემ მეგობრებს და ფიქრობდი იმაზე რომ ძალიან ბევრჯერ წაგვიკითხავს ისტორიის წიგნებში მე როგორც პატარა ბავშვს მახსოვს ჩვენ ტურბულენტურ 30 წლიან ისტორიაში მახსოვს როგორ იკრიბებოდნენ ხოლმე პოლიტიკოსები როგორ რაღაცას მიდიოდა რაღაცა მცდელობა რომ რაღაცაზე შეთანხმებულიყვნენ და მე იყო რომ აი წკიბზე ვიყავით მაგრამ ვერ ვთანხმდებით აი წკიბზე ვიყავით და რო შევთანხმებულიყავით გამოვიტოდა მაგრამ არა იმან არ დათმო ამან არ დათმო მე ვიყავი მართალი არა შენ იყავი მართალი ანუ იმის მიღწევა რაც დღეს სასიცოცხლოდ ჭირდება ჩვენ ქვეყანას ერთობის არ არის მარტივი და მე მართლა ძალიან ამაყი ვარ რომ ნიკას დამსახურებით ნაციონალური მოძრაობის დამსახურებით ბატონი მამუკას ბატონი ბადრის ლელოს გირჩის ზურასი და ყველა მოთამაშეს დამსახურებით ჩვენ ქვეყანა შეგვიძლია დღეს უთხრათ რომ ამ გაჭირვების ჟამს ჩვენ ვართ ერთად და ვართ იმისთვის რომ არ დავთვლოთ ეს ქვეყანა ჩვენ არა ვართ ერთად იმიტომ რომ გავხდეთ ერთნაირები არავითარ შემთხვევაში და ჩვენ სულ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ არ გვჭირდება რომ ვინმეს მოვატყუოთ რომ ვართ ერთნაირები და ყველაფერზე ერთნაირად ვიფიქრებთ არავითარ შემთხვევაში ჩვენ ვართ ერთად და პატივს ვცემთ ჩვენ განსხვავებებს და დღეს ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენ ქვეყანაში გვჭირდება სწორედ ეს ჩვენ გვეუბნებიან რომ უნდა გვეზიზღებოდეს ერთმანეთი ჩვენ გვეუბნებიან რომ ერთი როცა მოდის მეორე უნდა წავიდეს გვეუბნებიან რომ ერთის წაგება მოგება მეორეს მარცხს და განადგურებას ნიშნავს პირდაპირ ფიზიკურს ან ციხეში ჩასმას მერე შეურაცხყოფას ღირსების გათელვას ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ გვჭირდება დიდი ეროვნული თანხმობა, რომლის გარეშეც არც ერთი გეგმა არ განხორციელდება, არც მარშალის და არც ერთი გეგმა. თუ ჩვენ არ გვექნება დიდი ეროვნული თანხმობა და ეს ჩვენი ბრძოლა გარდა სადაც პირველ ხაზზე არის თბილისი, დედაქალაქი, რომელმაც უნდა თქვას თავისი სიტყვა ზუგდიდთან, ბათუმთან, ქუთაისთან, თელავთან, რუსთავთან სენაკთან და ბევრ სხვა ქალაქთან ერთად. თბილისს დღეს ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ ეს სიტყვა თქვას. ეს არის რა თქმა უნდა გენერალური ბრძოლა, რომ შემოვატრიალოთ ჩვენი ქვეყანა ამ ეროვნული თანხმობისკენ, რომელიც მე ზუსტად ვიცი, რომ აბსოლუტურად ყველას ინტერესში შედის. აი ხალხის ინტერესში შედის, რომელიც ფიქრობს, წავიდე არჩევნებზე, არ წავიდე, რა შეიცვლება? ყველაფერი შეიცვლება, იმიტომ რომ თქვენ ხელშია ამ ქვეყნის და ამ ქალაქის მშენებლობა. ყველაფერი შეიცვლება, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს გავაძლიერებთ და არა დავანგრებთ. ყველაფერი შეიცვლება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ნიჭიერი ხალხი, უბრალოდ გვატყუებენ, რომ უნდა ვიყოთ უბედურები და გაჭირვებულები. ყველაფერი შეიცვლება თუ საკუთარ ძალებს ვირწმუნებთ. ან ის ხალხი, რომელიც დღეს ფიქრობს, რომ მოდი რა ვიცი იყოს ეს ოცნება, ან რომელიც ფიქრობს, რომ
რა ვიცი 20 ლარს თუ მომცემს ოცნება გაჭირვებული მართლა გაჭირვებული ადამიანები როგორ უბედავენ რომ 20 ლარს თუ მომცემს მოდი მე ეხლა ამ არჩევნებზე ისევ მათ მივცეთ ხმა და მე სულ მთელი ცხოვრება ვის ეყოფა 20 ლარი ან რატო უნდა იყოს ხელგაწვდილი საქართველოს მისი აღმატებულება საქართველოს მოქალაქე რატო უნდა იყოს ხელგაწვდილი როცა ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სამუშაო ადგილი შევქმნათ იმ ნიჭით, იმ იდეებით, რაც ადამიანებს აქვთ, უამრავი რაღაცა. სოფლიოს დავანახოთ საქართველოს. ჩვენ გვინახავს ეგეთი პერიოდები. ამიტომ ის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ მოდი მე ხა სამსახურში ვარ და ისე იყოს, როგორც არის. არავინ არ გააგდებს. როგორ შეიძლება პროფესიონალი გააგდო? როგორ შეიძლება შენ ეძებდე ეროვნულ თანხმობას და განსხვავებულებს შორის თანაცხოვრებას და იფიქრო ვინმეს გაგდებაზე? ეს შეუძლებელია და ეს არის თავარი საბაზო. რაზე ჩვენ ყველა ვთანხმდებით. ამის გარეშე ქვეყანა არ შენდება და ნამდვილად დროა, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი ახლა აშენდეს. ძალიან დიდი მადლობა ელენესაც რომ შესაძლებელი გახდა რომ ეს ერთობა შემდგარიყო. ახლა სანამ გამგებლობის კანდიდატებს წარმოგიდგენდეთ და თბილისის მერის სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატებს წარმოვადგენდე, იმ კანდიდატებს დავასახელებდე, ვიზეც ერთად ვიმსჯელეთ ვიმუშავეთ და ესეც ძალიან მახარებს რომ ერთმა ორმა ადამიანმა კი არ წარმოვადგინეთ და დავასახელეთ ადამიანთა ეს ჯგუფი რომელსაც მალე იხილავთ არამედ გუნდურად კოალიციურად ვიმუშავეთ და ეს თავის ძალიან პროდუქტიულ შედეგს გამოიღებს უახლოეს მომავალში მომდევნო თვიდან ამაში თბილისელებიც ძალიან სწრაფად დაწუნდებიან მანამდე მინდა მე წარმოგიდგინოთ ადამიანი რომელიც ჩემი მეგობარია ადამიანი რომელიც ძალიან კვალიფიციურია მას საზოგადოების დიდი ნაწილი იცნობს იგი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი თბილისის მთავრობების ისტორიაში ბევრი რამ უკეთებია ბევრი რამ გაუკეთებია და ბევრ რამეს კიდევ ძალიან მალე გააკეთებს თბილისის მერის მოადგილის ჯერჯერობით თბილისის მერის მოადგილის კანდიდატი ჯერ კიდევ ირაკლი აბესაძე ადამიანი რამვარ, რომელმაც ხელი ერთმანეთს იცის მერის სისტემა. მადლობა ნიკა. მე დღეს განსაკუთრებით თავდაჯერებული ვარ, მინდა ვთქვა, რომ სწორედ ამ გუნდის, ამ პროფესიონალი ადამიანების სახელით მეძლევა შესაძლებლობა ვისაუბრო თბილისის ხვალინდელ დღეზე. ვისაუბრო მერის როლზე თბილისელების ცხოვრებაში რაც შეიძლება სწრაფად მოვიტანოთ სასიამოვნო სიახლეები და რაც მთავარია თბილისის მერის მიერ განხორციელებული თითეული პროექტის დახარჯული თითეული ლარის მიზნად ვაქციოთ თბილისელების ცხოვრების გაუმჯობესება სამუშაო ადგილების შექმნა დასაქმებულებისათვის შემოსავლის გაზრდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის სტიმულის მიცემა, რომ რეგიონში სწორედ თბილისი აქციონ საკუთარი საქმიანობის ადგილად. სწორედ ამიტომ ჩვენ განვახორციელებთ არაერთ მასშტაბურ და ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ ამის დრო და ფორმატი არ გვაქვს დეტალებზე გესაუბროთ, რადგან ნიკამ უკვე აღნიშნა, რომ მომავალ დღეებში იქნება დეტალური პრეზენტაციები. რა თქმა უნდა, ჩვენ თბილისს მივცემთ განვითარების შესაძლებლობას და გავიტანთ სატვირთო რკინიგზას თბილისიდან დავასრულებთ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს. რა თქმა უნდა, ჩვენ განვავითარებთ სატრანსპორტო კავშირებს მდინარე მტკვარზე და დავამატებთ მინიმუმ 2 ახალ ხიდს, ეს არის ვეფხვიდან მოყმესთან და ქსნის ქუჩის გაგრძელებაზე. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში დაინერგოს ეკოლოგიურად ბოლომდე სუფთა ძალიან სწრაფი და კიდევ უფრო ტევადი ტრანსპორტი, ტრამვაი და განსაკუთრებით ვფიქრობთ განვავითაროთ ეს დიდი დიღმის მიმართულებით უბნის, რომელიც განსაკუთრებით ვითარდება ბოლო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ბევრს ვიზრუნებთ ავარიული შენობების პრობლემების მოგვარებაზე. მრავალბინიანი სახლები თუ ინდივიდუალური სახლები. ჩვენ აღარ ვაპირებთ ვიყოთ პასიური მომლოდინის როლში, როდის დაინგრევა ეს შენობები, არამედ კერძო ბიზნესთან ერთად ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, რომ თითოეული შენობა ჩანაცვლდეს და ადამიანებს მოეხსნათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობის საფრთხე. მეგობრებო, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, სწორედ ამ პროექტების განსახორციელებლად, ამიტომ შევუერთდებით ჩემი მეგობრების მოწოდებას, მოდით არჩევნებზე, ჩვენ გავიმარჯვებთ ერთად, თქვენთან ერთად და ჩვენ გავიმარჯვებთ თქვენთვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ირაკლი, ახლა კი წარმოგიდგენთ სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატებს და დავიწყებ ადამიანით, რომელიც ყველასათვის საყვარელი ადამიანია
საკუთარი ზრუნველობიდან გამომდინარე, იმ სიტყვიდან გამომდინარე, რომელსაც იგი ატარებს და ეს დაუმტკიცებია ათასობით ადამიანის მიმართ. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი იქნება სოფო ჯაფარიძე. სოფო ჯაფარიძე წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი იქნება ჩვენი გუნდის, კოალიციური გუნდის ღირსეული წევრი. ეს არ არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში თბილისელების მეგობარი საუკეთესო და ეს მას დაუმტკიცებია დამეთანხმება ახლა ბევრი თბილისელი ვინც გვიყურებს. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი იქნება ძალიან საყვარელი არაჩვეულებრივი ადამიანი. თბილისელი ადამიანი, რომელმაც იცის რა არის ურთიერთობა, იცის რა არის საქმე, იცის ფასი საქმის კეთების. მე დიამეტრეველი იგივე პარტია ლელოს წარმომადგენელი, ჩვენი კოალიციური გუნდის ღირსეული წევრი. დიდი მადლობა. მე მინდა წარმოგიდგინოთ პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, წარმომადგენელი, ადამიანი, რომელიც იმუშავებს მნიშვნელოვან მიმართულებას დაუთმობს ის თავის დროსა და ენერგიას, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე ეს არის პრობლემა დღეს დედაქალაქის მერიაში, ანტიკორუფციულ მიმართულებას. იგივე შიდა აუდიტის სამსახური, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა რეფორმას განახორციელებთ ამ მიმართულებით და ამ მიმართულებას უხელმძღვანელებს გიორგი ნონიაშვილი. მიდა შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი იქნება მამუკა აჩბა, პარტია ერთიანი საქართველოს წარმომადგენელი. მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი იქნება დიმიტრი ბიძინაშვილი. პარტია ნაციონალური მოძრაობა, არჩეულები ახალგაზრდა. იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი იქნება გიგა ლემონჯავა, პარტია დროას წარმომადგენელი. მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იქნება დავით ლაგვილავა, პარტია ნაციონალური მოძრაობა. ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი იქნება ვასო ურუშაძე, უპარტიო, მაგრამ ძალიან პროფესიონალი და კვალიფიციური ადამიანი. თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იქნება ასევე ძალიან კვალიფიციური და გამოცდილი ადამიანი ნიკა ვაჩეიშვილი. ფილსერვის ჯგუფს უხელმძღვანელებს ბესო გაზდელიანი. გდანის გამგეობის კანდიდატი, გდანის გამგებელი სულ მალე იქნება თენგის გიორგაძე, პარტია ნაციონალური მოძრაობა. ნაძალადევის გამგებელი იქნება ლევი დემეტრაშვილი, გამოცდილი ადამიანი. წარსულში უკვე ნაძალადევის გამგებელი იგი გახდა და მან იცის ზედმიწევრით კარგად ეს რაიონი. დიდუბის გამგეობა ჩაიბარებს კოალიციური შეთანხმების საფუძველზე დავით ნაფეტვარიძე, დიდუბე. ჩუღურეთის გამგეობა, რატო არის უპარტიო? ჩუღურეთის გამგეობა ჩაიბარებს კახა ჟღენტი და უხელმძღვანელებს პარტია ლელოს წარმომადგენელი, ჩვენი მეგობარი. ვაკის გამგებელი და ვაკის გამგეობას ჩაიბარებს და ვაკელების საჭიროებებს ყოველდღიურ რეჟიმში უპასუხებს არჩეულებრივი ახალგაზრდა, ჩვენი მეგობარი კოალიციური შეთანხმების საფუძველზე საბა ბუაძე. პარტია ლელო ყველა ვიცით. საბურთალოს გამგეობას ჩაიბარებს და უხელმძღვანელებს არაჩვეულებრივი ასევე ახალგაზრდა ოთარ თავართილაძე. პარტია ერთიანი საქართველოს წარმომადგენელი, ჩვენი მეგობარი. ისნის გამგეობას უხელმძღვანელებს ლანა გალდავა, პარტია ლელო. წარმატებელია. სამგორის გამგეობას უხელმძღვანელებს ძალიან გამოცდილი ადამიანი, საპატივცემულო ადამიანი, წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებზე ნამუშევარი, თუ კი რამე ვინმეს გაეგება მუნიციპალურ საკითხებთან დაკავშირებით, ეს არის ქალბატონი გულიკო ზუმბაძე. წანისის გამგებელი რომეო ფარულავა. თაწმიდის გამგებლის კანდიდატი, თაწმიდის მომავალი გამგებელი თამას თაზოიგივე დათუნაშვილი, ჩვენი მეგობარი, პარტია ლელო. და რა თქმა უნდა მე მინდა წარმოვადგინო არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც სულ უახლოეს წარსულში მთელმა საზოგადოებამ
გაიცნო საუკეთესო მხრივ ანა ბიბილაშვილი უხელმძღვანელებს არქიტექტურის სამსახურს. და მინდა ვთხოვო ჩვენ შემოგვიერთდეს ადამიანი, რომლის გამარჯვებისთვის ყველა ერთად ახლა კოალიციურად უნდა ბევრი ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ, რომ საბურთალოს რაიონში თქვენ იცით ჩატარდება მეორე ტური, სადაც კენს იყრის ჩვენი მეგობარი პარტია გირჩი მეტი თავისუფლებიდან ბორის ყურუა და ყველანი უნდა დაუდგეთ მას. გვერდით და მოვიგოთ როგორც მაჟორიტარი ასევე თბილისის მერობას. წარმატებები ბორის. მეგობრებო, არ დაგიმალავთ. ბევრჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ბევრი მისაუბრია მიტინგებზე, გამოსულა აქციებში ყოფილი ვარ მონაწილე სხვადასხვა ამპლუით, მაგრამ ის ემოცია, რომელმაც ახლა დამიპყრო მე და რითიც ვარ ოკუპირებული, არ მქონია მსგავსი გამოცდილება არასოდეს. იცით ისი შეგრძნება მაქვს? შეგრძნება მაქვს, რომ ისტორიული შანსი უკვე გვაქვს ჩვენ ხელის გულზე და ახლა ეს ჩვენ უნდა ავიღოთ. აღარ არის მეგობრებო თბილისელებო სახლში დარჩენის დრო. ნამდვილად ყველამ უბრალოდ მარტივი რამ უნდა გავაკეთოთ. ავდგეთ და სულ რაღაც 20 წუთით მივიდეთ 30 ოქტომბერს და გაიმარჯვოს ერთობა, ხახნო, გაიმარჯვოს მრავალფეროვნება და არა ერთმა, ორმა, სამმა და 4 ადამიანმა, არა, მრავალფეროვნებამ გაიმარჯვოს და ასეთი შანსი გვექნება რომ მომავალში კიდევ არ ვიცი შეიძლება არ გქონდეს. ამიტომ გავუფრთხილდეთ ამ მოცემულ შესაძლებლობას და ამ მოცემულ შანსს. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ ხვალით და ვიწყებთ აქტიურ კამპანიას თბილისში. გვექნება ძალიან ბევრი ღონისძიება, ბევრი პრეზენტაცია სხვადასხვა მიმართულებებით. გაგაცნობთ თუ რას ვაპირებთ სხვადასხვა თვალსაზრისით და ამ ყველაფერს იხილავთ თქვენს სხვადასხვა ფორმატებში გვიხილავთ. ვიქნებით ქუჩებში, ვიქნებით გამზირებზე, ვიქნებით სხვადასხვა ტელევიზიების სტუდიებში, რომ მოვიტანოთ რაც შეიძლება სწრაფად და მალე თავარი სათქმელი თქვენამდე. დიდი მადლობა წარმატებები და მადლობა თითოეულ კოალიციური გუნდის წევრს ამ შესაძლებლობისთვის. დიდი მადლობა. 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 მაშასე ეს იყო პირდაპირი ჩართვა დიდი საერთო ოპოზიციური პრეზენტაციიდან. თქვენ როგორც ნახეთ, ნიკა მელიამ დაასახელა საკუთარი მოადგილეები და დაასახელა თბილისის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობის კანდიდატები და გამგებლობის კანდიდატები. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ ამ პრეზენტაციით და საერთო გადაწყვეტილების